ლამაზია. ჩვენ მივდივართ სოფელში, მეგობრებო. სოფელში მიგვაქვს ძალიან ბევრი ნერგები, ყვავილების და უცებ ბარბარე მაგას ცოტა ხანი. ხო და უნდა დავრგოთ და გაჩვენებთ როგორ დავრგავთ ნერგებს. ძალიან კაი ყვავილები მიგვაქვს. ეს ყვავილები ყიდით არ მეყიდია, მაგრამ ეს იწყება. ახლა გავთიშავდა ინამას. ასე დავადექით ჩვენი სოფლის გზას. სოფელი ცხენთარო, ყველაზე მაგარი სოფელი. კი, და მე მიყვარს ასე დაბალზე ბელეტაჟზე და აყუდებული სახლები. ხა. არა. ესე ჩვენი სოფელი ცხენთარო. თენგიზას მიუ სიგნალო. ასიამ გამიქნა. არა, იმაზიკუნა. არა, დიდმანქანებია. ეს არის ბიძაჯემის ავტოპარკინგი. მიწი ახლა აქეთ იმის. მიწი იქეთ არ წევიდეთ ჯერ? ხო და აგერ მიწიეს საწევიდეთ ჯერ, გევიაროთ აგერ და წევიდეთ დავგოთ და იგი. ეს ინდოური ხე გამიფუჭ. ხეთი არ მიწია იქი. მე მინდოდა წასვლადე და მერე და არა თუმა დააყენოთ ის. არა, შიგნით შევიყვანა ხა ქვეყანა რაცხები მაგათ მოსატა. ესეც მივედით ჩვენ. გასახები და სოფელი კი რაც. არა, უგასახებო სოფელი. არა ახლა გამორიცხული რომ დამჩება მე გასაღები, მაგრამ ახლა არ დამჩენი. ესეც ასე დავრგევით. ყვავილების ნერგი. ესე იგი ის წელს დავრგევი მარტო ყვავილები, იმიტომ რომ ნერგები შაშანწინ დავრგევი ხო ძალიან ბევრი. ნახეთ ეს ვარდები. ასე ეს შაშან დავრგევი, ეს ახლა დავრგევი. ნახეთ როგორი ის აქ. ასეთი ბურთულა ყვავილებს იკეთებს. ასე ეს ჩემი დედამთილის დარგოლია და ესე არ წამოხსეული ვეღარ გავასწავლე. ეს დავრგევი ხეყვავილია, იკეთებს დიდ თეთრ ყვავილებს, სახელი აღარ მახსოვს რა ქვია. ესენი ჩემი ატმები, რომელიც აქ დავრგე. ეზოში აქ აღარ მარტო ყვავილებს ვრგავ, აღარ ვგავ ხეხილს, რაც არის დარგული და არის ატმები არის ძირითადად და ალუჩა, ბალი. ეს ბალი არის, რომელიც მე მგონი მოწვა და რა ვიცი თუ შერჩა გადაპენტილი იყო, ჯუჯაბალია ეს ყვავილებით, მაგრამ ეხლა სიცივეები რო იყო მოჟუჟა ასე. კი აქ პეტერა ისინი შერჩენილი კაკლები, მაგრამ რა ვიცი რამდენად აქ ხეხილი არის სულ დარგული ეს. იქეთაც შაშანწინ დავრგე 25-ნაირი ხეხილი, ალუჩა, ატამი, ქლიავი, ბალი, კარალიოკი, იქეთ ეზო გვაქვს, ხარ გადავდივარ იქეთ ეზოში, ნახე ყველა გახარებულია ხალხო, ზოგს ყვავილიც აქ გაკეთებული, ისა ორი ცელია მარტო გამხმარი. ეს ვარდი აგერ შედის აი იმისაზე და დედაჩემი მიძახის მოჭერიო, იმიტომ რომ შემეივლის ყველაფერს. ეს კარალიოკია. ხო და იქეთ ჩაყოლებული არის სულ ხეხილი აქედაც იქეთაც. ყველას აქ ნიშანი გაკეთებული. ხო და წელს თუ არ შერჩა, მომავალში მაინც შერჩება აუცილებლად. ეს არის
ქლიავი, იქეთ ატამი, იქეთ ბლები. ერთი სიტყვით ჩვენ სოფელში არის ძალიან არც ისე კაი მიწა არის. შვილი მაქვს სახე დავიღალე ხალხ 5 თუ 6 ის ორმოა მოვთხარე. ბარი ერთი გამიტყდა კაი მშრომელივით. მეორე ვერ ვნახე საერთოდ სად არის. ხო და მეზობლიდან ვინათხოვე, მეზობლიდან ნათხოვარი ბარი მოვთხარე ორმოები. ჩვენ ეზოში ჩემი მამამთილი ყრიდა შებელს. შებელი ქართულად აფერა არც ვიცი. ხო და ეს შებელი რო მე ზევიდან ჩემმა მეუღლემ კი მოაყარა მიწა მოიტანა მანქანებით, მაგრამ არ ეყო ის და ვაიმე აქ 49 ხალხო იტყვით ახლა 5-6-49 რა არისო. ხო, მაგრამ იმენა კლავები დამძვრა ძლივს ამოვთხარე მიწა. ჩვენი ეს ამ სოფელში ზოგადად ძალიან ცუდად იხარებს ხეხილი. ძალიან ცუდი ისა მიწა რა. ახლა დედაჩემთან ქუთაისში მაგალითად უკუღმა რო იტყვიან რო გადააგდო რამე კაკალი ხო? ამ 2 წუთში მე მგონი ამოსულია გაკეთებულია ყვავილი ისე კარგად ამოდის იზრდება. ხო და ახლა დედაჩემა შარშანწი რო დავრგევით ალუჩები ჩვენ ხო ჩემთან ახლა საცოდავად გაიკეთა აგერ ისა მით უმეტეს ადგილი დაშლილია და ყველაფერი და კარგ ადგილი შევარჩიე, მაგრამ მაინც ძლივს გაიკეთა ისა რა ქვია ყვავილი და დედაჩემთან შარშან ნება. ხო, ჩემთან 2-3 წლის დარგულმა ნერგებმა ძლივს ამეისოდგე საცოდავად აქვთ ახლა გაკეთებული 2-3 ცალი ყვავილი. ხო, ცუდად იმაშვება, ძალიან დიდი მოვლა. რა ვიცი, ყვავილებს კი დავაყრი რაღაცას ნაკელს და იმას და ამ ხეხილზე იქეთ ეზოში 25-ია, 1-15 აქაა ეზოში დარგული და ამდენის თავი არ მაქვს. ხო და მზე აცხუნებს ისე ამეწვა სახე. მაგრამ კაია სოფელში ყოფნა და მიწასთან მუშაობა ძალიან მიყვარს. ზარმაცი კი ვარ, მაგრამ მაინც. ხო და ასე გავალამაზებ. ახლა მეორე ამოსვლაზე რო ამოვალ, მოვასუფთავებ, მოვჭრი ზოგს, აწამომიღია ხერხი. ხო და გადავთხრი, გავასუფთავებ ეზოს და უფრო ლამაზად იქნება ასე საგაზაფხულო სამუშაოები დაწყებული გვაქვს. დავამთავრეთ შრომა საქმიანობა სოფელში და მივდივართ ისევ ქალაქში. მე ვისვენებ და ბარბარე აგერ ახლა ყურადღება მე ტელეფონზე გადევიტანე და იხელთა დრო და მიაჭირა გას ხეხი და გარბის ციციბურას აჭერებს. გერდები კაცი. ასე დავამთავრეთ შრომა საქმიანობა სოფელში და ახლა დავისვენებ.